დღეს უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან ძლიერი გენიოსი მწერლის წიგნი ჯემალ ქარჩაღაძის ზებულონი მაქვს დაახლოებით 6-7 წლის წინ წაკითხული, მაგრამ ეხლა გადავწყვიტე გადამეკითხა, რადგან ძალიან ბევრი პოსტი შემხვდა, როდესაც ზებულონს აქებენ და ადიდებენ, თაყვანსცემენ და მინდოდა გადამეკითხა, იმიტომ რომ რაღაცა დეტალები დავიწყებული მქონდა და დღეს მოგახსენებთ, როგორც უკვე გითხარით, ქარჩაღაძე არის გენიოსი და ზებულონი არის მოღალატე. ძალიან ბევრი პოსტი იწყება საგმირო საქმეებით ზებულონის, მაგრამ არავის არ ახსოვს მისი ღალატი. ღალატი იყო ნესტანის გატაცება, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა, როდესაც ნესტანი მეფისგან იყო შერჩეული და მეფეს უნდა გაყოლოდა ცოლად, მაგ დღეს, როდესაც ნიშნობა უნდა ყოფილიყო, გაბედა ზებულონმა და გაიტაცა. მის მიმართ გრძნობა მანამდე ქონდა შემჩნეული, თუმცა როდესაც სასერმოდ მიდიოდნენ ხოლმე ტყეში, ზებულონი ფიქრებს რომ მიეცემოდა ხოლმე, აღნიშნავდა რომ უკადრებელი არ უნდა იკადრო და იცოდა, რომ ნესტანის სიყვარული არ შეიძლებოდა. შეუძლებელი იყო ნესტანის სიყვარული და მით უმეტეს მას მერე, როცა უკვე ის მეფის რჩეული გახდა და მან გაბედა, გაიტაცა ნესტანი, ეს იყო უდიდესი ღალატი და იცოდა რომ მას ამას არავინ არ აპატიებდა და მადლობა ბექა ამილახვარს რომ მოატყუა მეფე და უთხრა რომ მისი ხელით იყო ზებულონი მოკლული, თუმცა ღალატია და იცოდეთ, ვინც ზებულონს კითხულობთ, ამას დაივიწყებთ, რომ ზებულონი იყო მოღალატე. შეიძლება არ მოგეწონოთ ეს ვიდეო, მაგრამ ფაქტია, ხო უნდა გაიგოთ შინაარსი და გაიაზროთ. ნესტანამდე მან თინია თუ გახსოვთ, შეიძლება ეგეც არ გაქვთ, არ დაკვირვები ხართ მაგ ფაქტს, თინიას უსაზღვროდ ეშინოდა. თინია იყო ზებულონის ოჯახის მსახურის ქალიშვილი და თინიას გვერდზე რო და თინიას ძალიან ეშინოდა ხოლმე და იძახდა ხოლმე თინია რომ მის თვალებში რო ხედავდიო, უსაზღვროდ მეშინოდა, არ ვიციო რატო ორისთვისო და ერთხელაც ზებულონი თინიას თავის სახლთან გადაეყარა და უთხრა შეიყვანა სახლში, შეიპატიჟა და უთხრა გაიხადეო და იქ არ წერია რომ ძალა იხმარა, თუმცა იმ ხელაში შიქონდა რომ ჩავთვალოთ რომ მანდაც დააშავა ზებულონმა და ასე მივედით იქამდე, რომ ბოლოს დარჩა მარტო, ყველაო გარდაცვლილიაო, ნესტანიც უკვე გარდაცვლილი იყო და ნესტანის შვილმა ქაიხოს რომ გადაწყვიტა რომ შური ეძია, ბოლო რამდენიმე ფურცელი დარჩენილი მქონდა და წავიკითხე რომ ქაიხოსროსო მამაზე კი არ უნდა დაუშურის ძიებაო ჩემთვისო, დედის გამო უნდა დაო რომ შური ეძიაო ჩემთვისო, რამდენიმე ჩანიშვნას გაგაცნობთ. მთელ ქართლში უშიშარ კაცად ცნობილ ზებულონს, თურმე ადამიანისა ეშინოდა, მართალია ზებულონი შიშველი ხელებით დათვიმოკლაო და იყო უძლიერესი, ფიზიკურად უძლიერესი. წუთისოფელი ხანმოკლეა, მარტო ცოდვის დადებას ვასწრებთ, სიკეთის ქმნისთვის დრო აღარ აღრჩება. ჩანს სიცოცხლე უფრო დიდი სასჯელი ყოფილა ვიდრე სიკვდილი. აუცილებლად წასეკითხი წიგნია, ქარჩაღაძე არის გენიოსი, მე ვისურვებდი რომ ეს წიგნი ამ წიგნის ორივე მხარე დაინახოთ, ზებულონის კარგით და ცუდით, ხედავ ხოლმე აღწერებში რომ მხოლოდ კარგს ხედავთ და მეორე მხარეს ვერ ხედავთ, რაც არასწორია, გაიაზრეთ მისი ნაკლი და გამეცით აბა პასუხი რა ერქვა ზებულონის ცხენს.